ეს მე ვარ ახალგაზრდა. ეს მე ვარ ახალგაზრდა. ეს მე ვარ ახალგაზრდა. ხო, გადმოცემა ასეთია, რომ პატარიძეები წამოსულები არიან მესხეთიდან. ზოგნი დავჭითო, რომლებმაც ქრისტიანობა არ უარყვეს და მაჰმადიანობა არ მიიღოსო. ვინც მიიღო მაჰმადიანობა, დავჭით ის ნაწილი პატარიძეებისა და ნაწილი წამოვიდა ბათუმში და ქუთაისშიო. ნუ მე კარგად მახსოვს, რა თქმა უნდა, ჩემი მამა და ბაბუა და ბებიავის მახსოვს. ედუკი ასათიანი, აბესალომ პატარიძის ბაბუა ჩემის მეუღლე. მიქელის მამა აბესალომ აწერია. ხო და მე მახსოვს. ხო, ამის ჩამომავალი ვარ მე. ეს მამა ჩემი ასე ინტელიგენტ შლაპით დადიოდა. რაღაცა ძველებული. ლუდმილა მაიაკოვსკაია მიიწვია მოსკოვში და მოსკოვის რადიოთი გამოვიდა და რუსებმა თქვა, ახლანდელი რუსული არ არისო, ისეთი კაი რუსული იცოდა მამაჩემო, это старый царский русский язык. მამაჩემმა ქუთაისის გიმნაზია დაამთავრა და მერე წავიდა პეტერბურგში სასწავლებლად. მერე სამხედრო სამსახურში სწავლობდა. მერე ომი რო დაიწყო, მსოფლიო ომი, გამწევის სამხედრო იმაში გაიწვიეს. მერე დაიჭრა იქა, ხო და ეს მსოფლიო ომი ხო დამთავრდა. ლეიბგვარდი გუსარსკი პოლკი იმაში იყო ჩარიცხული, როგორც წარმოსადეგი კაცი და კარგი ფრანგულის და რუსულის მცოდნე და ევალებოდა მეფის სასახლის დაცვა. პეტერბურგიდან რო წამოვიდა და დაუკავშირდა ნიკოლაძეებს. ხო და ეს ნიკოლაძეები უკვე თბილისში იყვნენ. გიორგი ნიკოლაძე და მათემატიკოსი და სპორტსმენი, მამაჩემი სპორტსმენი იყო, ტანმოვარჯიშე იყო. ჯერ კიდე პეტერბურგიდან ერთმანეთს ქუთაისიდან იცნობდნენ, ნუ ცხადია ამ იმაში მოხდა ამ კარგ წრეში, ესე იგი. მეგობრობდა კოლაუ ნადირაძესთან და იმდროინდელ ქუთაისულ ერთისფერყანწელები და ესე იქიდან ხო და მიიღებდა ყველაფერში მონაწილეობა შევარდენის დაარსებაში, მერე ალპინისტური კლუბის დაარსებაში, გეოგრაფიული საზოგადოების დაარსებაში და ნუ მოღვაწე კაცი იყო ესე იგი. ალპინისტური კლუბის ფოტო მასალა რაც არის, მამაჩემის არის. ახალგაზრდობიდანვე ასე იგი პოეზიით იყო დაინტერესებული, მაგრამ თავის ლექსებს არ აქვეყნებდა, თავს იკავებდა, რომ ამას დამუშავება უნდა, ამას ეს უნდა, მე თარგმნას მიჰყო ხელი, ყველაზე დიდი დამსახურება მიქელ პატარიძის მე მგონი ის არის, რომ ხოზე მარია დე ჰერედია მწყნარი ფრანგი პოეტი გადათარგმნა ქართულად და ეს ფაქტურად სონეტის ფორმა დახვეწილესია მე მგონი. მე რო დავიბადე ჩემო ბატონო, ნიკო ნიკოლაძე ჩამოვიდა იქიდან 27 წელს მგონი 27 წელი იყო გარდაიცვალა, 30 წელს გიორგი ნიკოლაძე გარდაიცვალა. და დაამთავრდა ეს ყველაფერი. მე დავიბადე თბილისში, ხო, სოლოლაკში ხოთაშორის, სადაც ის ნიკოლაძეები ცხოვრობდნენ. ის ბინა მახსოვს, არ იყო კაი ბინა. სინათლე იქთან შემოდიოდა და რა არის იქ იმის იქით რა არის ბავშვი ხო იცი? ეს იყო ჩემი პირველი გაოცება. და მეორე გაოცება ამბანი იყო. დედა რომ მასწავლიდა ქართულ ამბავს. ვერა და ვერ შევისწავლე ქართული ამბანი და პირველ კლასში ვერ მიმიყვანეს, იმიტომ რომ ამბანი ვერ ვისწავლე. რა არის გამოსახულება, რატომ არის თქვა პირველია ასონიშნის ნიშნულობა, აბგერის ნიშნულობა, რატო ეს ვერ გავიგე. ხო და ეს ხდება აბასტუმანში, მაშინ იქ ბევრი ჭიანჭველები დარბოდნენ ამ ხეებზე, აბარა და ეს ბავშვს გაინტერესებს ეს. და ბოლოს ჭარი ასონიშანი რომ არის,
32 ასონიშანი ქართული ამბანისა მივამსგავსე ჩემთვის ნაცნობ ჭიან ჭველას და აი აქ გამეხსნა რომ ჭარის მნიშვნელობა იმიტომ რომ ეს ჭიან ჭველას გამოსახულება ჭიან ჭველას აი აქედან დაიწყო მე თვითონ ბავშვობაში ხზავდი ახალ ამბანებს ქართული ამბანებს ჩემი საკუთარი ამბანების გამოგონება დავიწყე 50 წელს დავამთავრე აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი და მოვახერხე მეპოვნა ადამიანი რომელიც გზას მომცემდა ასე თუ ისე და ეს იყო პავლე ინგოროყვა ესე მე ვთვლი ჩემ თავს პავლე ინგოროყვას მოწაფედ და პავლე ინგოროყვამ მირჩია რომ საჭიროა შენთვის ხელნაწერების შესწავლა და მოხდი ხელნაწერთა ინსტიტუტში თავში უკვე ერთადერთი რამ მიტრიალებს რომ ამოვიცნო ქართული ამბანი ამოვიჩენე ასე გამოსახულება სახელწოდება პირველი რიგითის სათვალავით და ანბანური სათვალავით ერთი შუმერული იმაში ანის სახელწოდება არის ერთი ან როგორც ის ღმერთი იგი ღმერთების ღმერთია და მისი რიცხვითი მნიშვნელობა არის ერთი იმიტომ რომ ის ყველაფრის საწყისია მაღლა არის საწყისი ყველაფრისა მაღლიდან მოდის ყველაფერი საწყისი ერთი არის ღმერთი თვითონ ქართულ ღმერთის სიტყვაში ერთი ფიგურირებს დამჭირდა რომ სულ ყველა დამწერლობა უნდა მწოდნოდა ამბანური დამწერლობის სხვა ერების მიერ ყველა უნდა შემესწავლა მეცნიერ თუ გეგმაში არა აქვს რაიმე მეცნიერული საკითხი შედანილი ის გეგმა უნდა შეასრულოს შენ და ის გეგმა უნდა დაგიმტკიცდეს კომუნისტური ხანაა მარტო მარტივი არ არის მე რა კი უგეგმოდ მქონდა ეს შესრულებული გამაგდეს ხელნაწერთა ინსტიტუტიდან და ჩემი საკითხი დღე უკვე კგბ-ში და ცეტაში ქართული ამბანზე აღარ მიბეჭდავდნენ იმ ქართულ ამბანს სამეცნიერო იმაში და ნაკადულში გამოვეცი იმიტომ რომ ნაკადული საბავშვო ის არის და ის თავლიც არ ემორჩილებოდა ნაკადულის გამოცემული საბავშვო წიგნები და იქ გავიდა ქართული ასომთავრული წიგნი რომ არის ნაკადული ხო აწერია საბავშვო წიგნია ახლა აკრძალულია ჩემი არსად ჩემი გამოჩენა და ჩემი ლექციის ისა ქართულ ამბაზე წაკითხვა არ შეიძლება აი ასეთი დრო დადგა აი ქრისტიანული ქართული წარწერა აბატონო მერე ვკითხულობთ ვერ ვკითხულობთ აქ არის არ ჩანს ხო ალბათ მაქედან აქ არის ჩემო ბატონო სასულიერო პირი და ხელში უკავია ჯვარი აქ არის საერო პირი და ხელში უკავია შროშანი საერო და სასულიერო პირი და აქ წერია დღე პირველი გავიგეთ რამე ვერა ეს თუ ქრისტია შროშანი აღდგომის სიმბოლოა ქრისტე აღდგა აი ეს არის ქურუმთა ქართული დამწერლობის ნიშანი იაზროვნე და თუ კაცი ხარ წაიკითხე ალღოუღეს ქურუმებმა ახლა ქურუმები ვერ აუღებდნენ ალღოს ესე იგი რა წინაპრები ყავდა ესე იგი როგორი ერთი კაცი ყოველთვის ცოდვა ქურუმთა კასტა იყო ჩემო ბატონო და ესენი წვეტდნენ საკითხებს სახელ კულტურის საკითხებს მაგენი წვეტდნენ
უყურებთ ამ მრგლოვან ხუცურ ამბავს და არაფერი არ ვიცით რა არის ეს. აი ეს არის, ესე იგი მე-15 ასონიშანი ქართული ამბანისა არის ie, მაგრამ ეს ასონიშანი ჩვენ რა ვქენით იმის მაგია რომ გაგვეგო მისი რაობა ამოვაგდეთ ამბანიდან და გადავაგდეთ სანაგვე ყუთში. არ შეიძლება ეს ჩვენი ქართველური სიბრიყლეა, ამბანის ხელისყლება არ შეიძლება. ეს ქურუმთა ამბანია და ძველი ცივილიზაციის ის არის აზროვნება. ესე იგი ჩვენ ფაქტიურად ვარვყავით მრგლოვანი ხუცური, ვარვყავით ნუსხა ხუცური და მხედრული ამბანი დავასახიჩრეთ. ეს არ უნდა გაგვეკეთებინა. და უშეცდომო კაცი არ არსებობს. როცა რამეს აკეთებ, რა თქმა უნდა, შეცდომებიც არის. რამდენი შეცდომა მაქვს დაშვებული ჩემ წინში. არა ვარ დაძღვეული შეცდომების. ოღონდ გაღმერთება არ არის საჭირო კაცო, არ მიყვარს ეს გაღმერთება. რატომ წერთ ამ ყველაფერს საქართველოს საწინააღმდეგო პირდაპირ გასაოცარი? იმის მაგია რომ პატიოსნად დავждეთ და წავიკითხოთ კაცო. მე-5 საუკუნემდე ჩვენ დამწერლობა ახალი მე-5 საუკუნემდე არა. მე-6 საუკუნეში ძველი წელთაღრიცხვის დამწერლობაც აქვს და წელთაღრიცხვაც და ყველაფერი. რაშია საქმე? ტომ პასუხი არ არის. ტომ პასუხი არ არის. აი ასეთი ვითარება. ეს პირდაპირ საოცარი, ეს რაღაცა სენი შეგვეყარა, რომ ჩვენ ბოგანოებმა ყველაფერი ვიცი და ჩვენო წინაპრებმა თურმე არაფერი არ იცოდნენ. პირიქით არის, კაცო, ყველაფერი. ჩვენ ბოგანოებმა არაფერი არ ვიცი და უშველოთ თავს და გავარკვიოთ ჩვენი დამწერლობა, ჩვენი წელთაღრიცხვაც და ჩვენი დროჟამის სათვალავი. მოდი ამით დავამთავროთ, იმიტომ მე ცოდო ვარ. 64 წელიწადი მომდი ამბანის კვლევას. ხო და მთელი სიცოცხლე ამაში წავიდა. ეს წაშლის?